ძალიან კარგი საშუალებაა ბიუჯეტის შევსების და მიმართეს ამ ფორმას. სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ადამიანების გვერდით დგომა, სოლიდარობა ასე ისჩება. წინასწარ ალბათ იცოდნენ თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო და ალბათ სწორედ ამიტომ გაახსენდათ ეს საქმე რამდენიმე დღის შემდეგ და არა მაშინვე, როცა ჩვენ ეს საპროტესტო აქცია გავმართეთ. პატიმრობას ყოველთვის ჯობია ჯარიმის გამოწერა. მე ჩემი სათქმელი უთხარი მოსამართლეს, მაგრამ არ გაითვალისწინა და ეს მისი უფლებაა და მოლოდინი მქონდა რომ მოგვისჯიდნენ და რამდენიმე 60 დღე ვიქნებოდით პატიმრობაში. ეს ასე არ მოხდა, მაგრამ მე ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე მთელი სასამართლო შენობა ეზო გადაჭედილი ადამიანებით, რომლებიც გაოცებულები არიან, რაც აქ ხდება. ჩანთები უკვე ჩალაგებული ქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთიანად შევძლებთ ისეთი სასამართლო სისტემა გქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდებულის იმედი იქნება ეს სახლი.